ბატონობა, რას ფიქრობთ ამ სამოქალაქო განათლების კლუბზე და აი პედაგოგთა გადამზადების იმაზე. ჩვენ დღეს როგორც იცით, ორი თვე შეგვისრულდა და რა აზრის ხართ ამ ჩვენ კლუბზე და საქმიანობაზე? თუ თქვენ ამ ნაბიჯებით ელით ამ ორი თვის მანძილზე, რაც გააკეთა ამ კლუბმა 104 სკოლის, სომხური სკოლის კლუბმა, ეს მე ვთვლი საოცრებაა და საოცრება მეტყოლებს იმაზე, რომ ძალიან მაგარი მასწავლებლები აქვთ და ძალიან მაგარი დონორები და ძალიან მაგარი ხალხია მოგროვილი. მე გულისხმობ პედაგოგებს, რომლებიც არიან სკოლაში, რომლებიც არიან აი ამ დონორ ორგანიზაციებში და ეს მეტყოლებს იმაზე, რომ ამ ნიჭიერებას რა ძალიან სჭირდება, აი როგორც ალმასს რომ მოძებნი და ალმაზი ჯერ სანამ ოქრო მჭედელთან არ შევა და არავინ არ ამჩნევს რომ ეს ალმაზია და მე ოქროს მჭედლის ხელში რო ჩავარდება და მე ეს ალმაზი ხდება ბრილიანტი, აი თქვენ ხართ ალმაზები, ის ყველა ვინც გეხმარება დეგენიან ოქროს მჭედლები და თქვენ უკვე ხდებით ბრილიანტები. ყველაზე მთავარი რაც მე გამაოცე და გამაყარა ის არის რომ ამ პროექტის ის ახორციელებს USAID და დონორ ორგანიზაციები ეს ძალიან ეხმარება აი არაქართულ სკოლების მოსწავლეების ინტეგრაციაში ქართულ საზოგადოებაში. ამის დეფიციტი იყო, ეხლა უკვე ჩვენ როგორც ხედავთ დიდი მადლობა ყველა იმ ორგანიზაციას, ვინც ამ საქმეში ეხმარება თბილისის არა მარტო ქართულ სკოლებს. ძალიან გვჭირდება ეხლა რომ ესეთი პროგრამები განხორციელდეს მარმეულში, აზერბაიჯანულ სკოლებში, სამცხე-ჯავახეთში, სომხურ სკოლებში. აი ეს ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში, ეს არის ბრწყინვალე მაგალითი და დიდი მადლობა ყველას, ვინც არიან ჩართული ამ პროექტში.